ესე იგი თუ რამე დამჭირდა ამისათვის, პირველი რა არის? ეს არის ორი პრეპარატი. პირველი გვაქვს, ესე იგი, კალციუმისა და გოგირდის პლუს თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობა ჟელე, აი, ზევიდან დაგანახებთ ასევე, რომელიც განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში და საწყის ფაზებში ეს არის ნაყოფის გამონასკვა, ეს არის ესე იგი ვეგეტატიური მასის მოძლიერება, ფოთლოვან კვებაზე არის რა თქმა უნდა საუბარი, გადამწყვეტი მნიშვნელობის არის და რა თქმა უნდა ყვავილების დაცვის პრევენციისთვის, აი სიტყვა პრევენცია კარგად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პრევენციისთვის და ერთი გამოყენება შეიძლება ორჯერადად უფრო სწორად შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ასევე ნაყოფის ფაზაში ნაყოფის ზრდისთვის და მიკროელემენტების შესებისთვის. და მეორე გვაქვს აბსოლუტურად ესე იგი ბიო ინსექტიციდი და რატო აღვნიშნო ბიოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ნაყოფის ფაზაში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენება დიდი ხნის ლოდინის პრეპარატების. ანუ აუცილებელი არის კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დავიცვათ ლოდინის დრო. ანუ დღეები რამდენი გვაქვს? ეს არის BB პროტექტი, რომელიც ესე იგი მეგობრებო ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს და ძირითადად დღეს თანამედროვე ბიოპრეპარატები შედგება ესე იგი ცოცხალი ორგანიზმებისგან, იგივე მკვლობები, მაგალითად როგორ არის ბაცილუსის ესე იგი დადებითი მიკროორგანიზმებისგან, ანუ სუბტილისი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული დადებითი ბაქტერია. მაგრამ დღეს ამაზე არა, უბრალოდ აგიხსენით, რაც თან გვაქვს და როგორ უნდა შევამოწმოთ, თავსებადია თუ არის თუ არა ეს ბიოინსექტიციდი აი ამ კვებავ თან. ესე იგი, წავედით ჩვეულებრივი ჭიქაში მოცემული გვაქვს წყალი, ეს არის ჭაბურღილი წყალი, მონაცემი pH, pH-ი, ანუ 6 და 2, 6 და 3 ნეიტრალური და ესე იგი განახებთ თუ როგორ უნდა ესე იგი გავაკეთოთ ტესტი. აი სულ ცოტა გვჭირდება რომ ეს ტესტი ჩავატაროთ, აი წყალიც არ არის შევსებული როგორც ხედავთ თქვენ და მე ხა ცალი ხელით უბრალოდ ძალიან გამიჭირდება, თუმცა შევეცდები ნამდვილად რომ აი დაილექოს, აი კი ბატონო, ეს სრულებით საკმარისი იქნება იმისათვის რომ ეს ტესტი ჩატარდეს და აი ხედავთ როგორ ჩადის პრეპარატი ქვევით და ილექება. ეხლა ვამატებთ აი ამ კვებავს, ნახეთ, სულ ცოტას. იმისათვის რომ ტესტი ჩავატაროთ, ალბათ 2-3 გრამი და აი თქვენთან ერთად ეხლა ვიპოვეთ ჯოხი და ვიწყებთ ესე იგი მორევას. უნდა ვურიოთ, რა თქმა უნდა, ცოტა ხანი უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ესე იგი ერთმანეთთან განზავება, შეზავება და გეტყვით ესე იგი როგორ უნდა მივხვდეთ ეს პრეპარატები თავსებადია თუ არა, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გეტყვით, ასევე უნდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ვიცოდეთ რომელი კვების პრეპარატი და რომელი თქვათ ინსექტიციდი ან ფუნგიციდი არის ერთმანეთთან თავსებადი. აი ამ პრეპარატს ეხლა რომ შევხედოთ, მას აწერია ანოტაციაში რომ ძალიან ბევრი ინსექტიციდიდან და ფუნგიციდიდან არის თავსებადი, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა ფერმერი ან ფერმერს თუ ცალკე აგრონომი ყავს თუ თვითონ აგრონომიულ თემებში ბოლომდე ვერ არის გარკვეული, მან უნდა იცოდეს თუ რა მიზანი გააჩნია, როდესაც აი ამ ორ პრეპარატს ან სამ პრეპარატს ერთმანეთთან ურევს. ეხლა მაგალითად ჩვენ ამას როდესაც განვაზავებთ და გავაკეთებთ შესასრულებელ ხსნარს, ესე იგი დავუმატებთ ასევე მიმწებებელს და ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ეს პრეპარატები ესე იგი ერთმანეთთან იქნება თავსებადი და ეხლა ამას თქვენ თვითონაც ნახავთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომელი პრეპარატები რა მიზნისთვის გამოიყენება კონკრეტულ პერიოდში და ესე იგი რა ეფექტს მოახდენს. აი მე მგონი ეხლა უნდა გავაჩვენოთ. აი ეხლა ეს ესე იგი ხსნარი ესე რომ ვთქვათ უნდა დაწყდარდეს და უნდა დავაკვირდეთ აი მეგობრებო ახლოს მივიტან ახლა კამერას დაიწყებს თუ არა დალექვას ესე იგი ეს პრეპარატები. თუ ცოტა ხნის შემდგომ დავინახავთ რომ რომელიმე ან ხსნარი ან ჟელი ამ შემთხვევაში დაგვრჩა ზევით, აი საუბარი არის ზევით, ახლა ცოტა კიდე უნდა ამას მორევა. თუ დაგვრჩა ზევით, ესე იგი ნიშნავს რომ ერთი მეორეს არ ერევა. კიდევ ერთხელ რომ ახსოვთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. თუ ესე იგი ჟელე ჩავასხეთ ესე იგი წყალში, შემდგომ ფხვნილი გავაკეთეთ ბიოინსექტიციდი და მოურიეთ ამ ყველაფერს, რომელიმე დარჩა ზევით, ეს ნიშნავს რომ ისინი ერთმანეთთან თავსებადი არ არის, მაგრამ კარგად მორევის შემდგომ ასევე აღსანიშნავია რომ წყალი უნდა იყოს დამდგარი, ძალიან ხშირად უშვებენ, როდესაც ავში შერევა ხდება ამ შეცდომას ფერმერები და განსაკუთრებით დილეტანტები, რომ ეგრევე როგორც კი გამოუშვებენ
ჭაბურღილიდან იქნება თუ სხვადასხვა წყაროდან ამ წყალს ავსში ავსებენ, ეგრევე იწყებენ ხოლმე, ასე იგი განზავების შემდგომ მიცემას ან შეშყურებას. არა, წყალი მინიმუმ 3-4-5 საათის დამდგარი უნდა იყოს და უკვე ბუნებრივ ტემპერატურაზე უნდა იდგეს, იმიტომ რომ ჭაბურღილიდან ამოსული წყალი არის ყოველთვის უფრო დაბალი ტემპერატურის. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი, ვაკვირდებით ამ ყველაფერს და თუ ესე იგი ეს ყველაფერი, ესე იგი განზავდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტემპერატურა, ესე იგი ეს პრეპარატები ერთმანეთთან თავსებადია. ეხლა დავაკვირდებით, რომ ნალექი ქვევით არა გვაქვს, აი მივიტან კიდევ, დავაკვირდეთ, ნალექი ქვევით არა გვაქვს, ესე იგი ნიშნავს, რომ ტესტმა, ესე იგი, ამ ორი პრეპარატის შესახებ დადებითად გაიარა. ამიტომ შეგვიძლია ორივე გამოვიყენოთ კონკრეტული მიზნისთვის. ეხლა ეს ორივე გამოიყენება იმისთვის, რომ გოგირდის პრევენცია მოვახდინოთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში მოცვისთვის, თუმცა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ასევე მარცვლას გავუკეთებთ, რადგან აუცილებელი არის მისთვის ამ ელემენტის მიწოდება და რა თქმა უნდა, ამინომჟავები, რომელიც სტრესის მართვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ამინდების ხშირი ცვალებადობა ხდება. ხოლო გამოვიყენებთ აი ამ ბიოინსპექციით იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია მავნებლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, ამ პრეპარატს რახან ბიოა არ აქვს ლოდინის პერიოდი, შესაბამისად, აი ამ საღამოს არის რა თქმა უნდა მოხდეს შესხურებები მუდამ მზის ჩასვლის შემდგომ, ან ძალიან ადრე დილით, თუმცა გირჩევთ რომ მზის ჩასვლის შემდგომ გააკეთოთ, არაქარიან ამინჩი ეს ყველაფერი. ესე იგი პრევენციას გამართავს და აბსოლუტურად უნებელი იქნება მაგალითად ხვალინდელი ნაყოფი, რომელსაც ჩვენ დავკრებთ, რადგან ეს არის ნაყოფის ფაზა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამითი კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მოგეწოდეთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრს ქონდა ამ მიმართულებით კითხვები, ვფიქრობ არა ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი იწერებოდა თუ რომელი პრეპარატები, რომელ პრეპარატთან არის თავსებადი და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აქედან აიღოთ ეს ყველაფერი და შეხედოთ შემდგომ თქვენთან როგორ იმუშავებს. ჩვენ კი შევხვდებით მომავალი საინტერესო ვლოგებით, მეგობრებო, არ გვავიწყდება არხის გამოწერა, დალაიქება და კომენტარების დაწერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან დიდი წილი გვიყურებს ისე რომ უბრალოდ ერთი კლიკი არ აქვს გაკეთებული. მომავალ შეხვედრამდე.